საინტერესოა ის არის, რომ სარკასტული შენიშვნები აქვს, მაგრამ თუ კონტექსტში და მთლიანობაში წავიკითხოთ, ჩვენ შეგვიძლია მისი შენიშვნები სარკასტულად წავიკითხოთ. იქ ამბობს, რომ აი ეს აბსოლუტური იდიოტიზმია. წერია გენიალურია. იგი თავიდანვე ხას არ გადაუსვავს არაფერს, ან თუ გადაუსვავს, მერე მისი გონება ღიაა. იმისათვის რომ გადაიფიქროს რაღაც მომენტებში მას თვალები აუელდებოდა და იმ დროს უკვე ძალიან საინტერესო ხდებოდა მისი საუბარი იმ ეკლესიის სივრცეში და აურა არსებობდა იმისა რომ ეს ყოფილიყო აი ბუნებრივი ნაწილი და როდესაც გადაიტანეს თქვათ ის მუზეუმში ეს აურა ჩამოინგრა ინდური სამყაროზე არაფერი არ თქვას ჩინურ სამყაროზე არაფერი არ თქვას და ასე შემდეგ და ცდილობს რომ ამ რაღაცებში გაერკვეს Wirklichkeit და რეალიტეტ, ხო? ანუ რეალობა და სინამდვილე. შეიძლება გეგონოს, რომ ერთი და იგივეა. ფილოსოფია მაშინ იწყება, როდესაც პროცესი დასრულდა ისტორიული, ანუ მოხდა რევოლუცია და მერე ხდება ანალიზი, ანუ ის მაგას ემიჯნება პროგნოზირებას. ეს შეიძლება თუ არა რაღაცნაირად ფილოსოფიურად შევხედოთ. იმიტომ რომ ისტორიას თუ გადავხედავთ, ეს არის რაღაცა სასაკლაო. ბუნებაში ჩვენ ვდებთ გონებას და კანონზომიერებას, გონიერებას აღმოვაჩენთ, მაგრამ ისტორიაზე, როდესაც მიდგება საუბარი, ამაზე რომ არა. ჩვენ უნდა გავიგოთ ისტორიის სული, Geist, რაცაა, ხო? Zeitgeist. თუ პირველ ყოფილ თემურ წყობილებაში ვართ მოცემული, თავისუფლებად კი ვართ დაბადებული, მაგრამ ჩვენ თავისუფლები ვერ ვიქნებით. დასახსვრა უფრო მეტი არის ინდოეთში, ვიდრე ჩინეთში. ჩინეთში არავინ არ არის თავისუფალი ერთი იმპერატორის გარდა. ეს ორი საზოგადოება აღმოსავლეთში როგორ უნდა პირველ არის რა რომ ისინი ჩაფესვილია ბუნებრიობაში. რომ ფაგავად გიტაში ხო ომია და გადიან რომ ლაშქარი დაათვალიერონ, ხო? ეთნში სხედან და ამ დროს კრიშნა თან მომიდაიწყება ასწავლის დიეტას. ანუ ისტორიული პიროვნებები, რომლებსაც ბევრად უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიაში, ვიდრე ფილოსოფოსებს.